ძალიან სერიოზული მამულიშვილური საქმე დაიწყო, როდესაც ქუთაისში დაარსდა სამხედრო ლიცეუმი და სადაც 300-მდე კადეტი ეუფლება განათლებას სხვადასხვა სფეროში და რა თქმა უნდა პირველ რიგში სამხედრო სფეროში. და დღეს განსაკუთრებული დღეა ლიცეუმის ცხოვრებაში და მე ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება მიმელოცა კადეტებისთვის გენერალ კვინიტაძის სახელის მინიჭება ლიცეუმისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა არა მხოლოდ ლიცეუმისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის. ამით ჩვენ ერთი მხრივ კიდევ ერთხელ ვიხსენებთ გამორჩეულ მამულიშვილებს, გამორჩეულ სამხედრო მხედართმთავრებს, რომლებმაც თავის დროზე სერიოზული წვლილი შეიტანეს ქვეყნის თავდაცვენარიანობის გამტკიცებაში, ზოგჯერ წარმატებით, ზოგჯერ წარუმატებლად, მაგრამ აჩვენებდნენ გმირობის მაგალითს და ის რომ ჩვენ არ ვივიწყებთ ასეთ გმირებს და მათ გმირობაზე ვცდილობთ ახალი სამხედრო შეიარაღებული ძალების გაძლიერებას, ჩამოყალიბებას და წინსვლას. მე დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დღე თითოეული კადეტისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დღე და ისინი იქნებიან ქვეყნის დამცველები, მაშინაც როდესაც ბრძოლის ველზე იქნებიან და მაშინაც როდესაც საკლასო ოთახებში შეუფლებიან განათლებას. ულოცავ ყველას და გილოცავ თქვენ.